გოგონა ალტით უკვე 200 წლის არის. ფაიფურისგან დამზადებული ეს თოჯინა უნიკალური მისი მოძრავი და მუსიკალური მექანიზმის გამოა. ის თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაარსების დღიდან, ანუ 89 წელია ინახება. მუზეუმი დაარსდა საკმაოდ რთულ პერიოდში 1927 წელს და მისი ერთ-ერთი პირველი დირექტორი იყო თინათინ თუმანიშვილი, რომელიც იყო საბავშვო მწერალი და პედაგოგი. თინათინ თუმანიშვილმა შემოიკრიბა ირგვლივ მხატვრები, ეთნოგრაფები, მეთოჯინე როგორც პროფესია მაშინ არ არსებობდა, თუმცა სწორედ მხატვრებს ევალათ თოჯინების შექმნა. ხარისით მიეშურებიან პატარელი სათამაშოების მუზეუმისათვის. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ხალხთა სათამაშოების ნიმუში. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის კოლექცია 2000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ადგილი ქართულ ნამუშევრებს უკავია, რადგან მუზეუმის დაარსების მთავარი იდეა სწორედ ეროვნული პერსონაჟების შექმნა იყო. როგორი უნდა ყოფილიყო ქართული თოჯინა, ამაზე მსჯელობდნენ მუზეუმში მხატვრებთან, პედაგოგებთან, ფსიქოლოგებთან ერთადაც, რათა მნიშვნელოვანი იყო ბავშვის ჰარმონიული განვითარება. მნიშვნელოვანი იყო აღზრდელობითი კომპონენტი ამ მუზეუმში. სწორედ ამიტომ ქართული სახის თოჯინები, რაც ჩვენ გვაქვს, არის პროპორციულად ადამიანის მსგავსი, მაქსიმალურად მიახლოებული ადამიანის ნაკვთებს. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟი ქართველი ტასოა. ის მეთოჯინე ნინო ბელიაევამ 86 წლის წინ შექმნა. ტასო ივანე მაჩაბლის მეუღლის, ანასტასია ბაგრატიონ დავითაშვილის ანალოგია, ქართული სამოსით და ვეფხის ტყაოსნით ხელში. მუზეუმს ყოველთვის ყავდა თავისი მეთოჯინეები, ნამუშევრები კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ. ეს თოჯინები გადიოდნენ სხვადასხვა კონკურსებზე და გამოფენებზე. იყვნენ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, იყვნენ პარიზში, იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბაში, იაპონიაში, მოგზაურობდნენ და თავისი ამბავი დაქონდათ მსოფლიოს ყველა კუთხეში. თოჯინებისგან დამოუკიდებლად გასული საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოს გარშემო მოგზაურობდნენ მუზეუმის თანამშრომლები. მუზეუმის მეცნიერები მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აგროვებდნენ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს იმ თამაშებზე, სათამაშოებზე, რაც ჯერ კიდევ მეხსიერებაში იყო შემორჩენილი. დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და აგროვებდნენ ამ მონაცემებს. ასევე გროვდებოდა ეთნოგრაფიული ხასიათის თოჯინების და სათამაშოებიც, ის რაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ქვეყანაში და ჯერ კიდევ იყო მეხსიერებაში. ძველ ექსპონატებთან ერთად მუზეუმის კოლექციაში ახალი თანამედროვე თოჯინებიც ინახება. მათ შორისაა მეთოჯინე ბაჩო ცანავას ნამუშევარი. ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვა, რომ ტანსაცმელსაც შენ კერავ? კი, მე ვკერავ. ტანსაცმელსაც ყველა დეტალს მე თვითონ ვაკეთებ და თოჯინებს უკვე 20 წელზე მეტია ამზადებს. ინსპირაცია ანტიკვარული ფაიფურის ფიგურები იყო. მასწავლებელი არასდროს ყოლია და წლების განმავლობაში თოჯინების დამზადება თავად ისწავლა. შეიძლება თვეები დამჭირდეს, რომ გონებაში ჩამოვაყალიბო პერსონაჟი თავისი დეტალებით, იმიტომ რომ დღეს თოჯინა აღარ არის დახზე დასმული ლამაზი ნივთი, ეს არის ასე ვთქვათ, სულიერი, რომელიც უნდა გესაუბრებოდეს. ნახვას უნდა უყვებოდეს ამბავს. იქ უნდა იყოს მოძრაობა, სახის გამომეტყველება, ну რა თქმა უნდა, იქ ხელწერას, ჩაცმას და ასე შემდეგ ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს სულიერი არსება, რომელიც რაღაცა ამბავს მოყვება. მისი თოჯინები სხვადასხვა მუზეუმში და პერსონალურ კოლექციებში ინახება. მათ შორის შეწყვეტილი სიმღერა სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის ბინადარია. ახლა თოჯინებიც და მეთოჯინეებიც გამოფენისთვის ემზადებიან. თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი 2012 წელს დაიკეტა. მას შემდეგ უნიკალური კოლექცია დაკონსერვებულია. სათამაშოებსა და თოჯინებს ახალი სივრცე აქვთ, თუმცა ის სათანადოდ მოწყობილი არ არის. მუზეუმის დაკეტვიდან 14 წლის შემდეგ დამთვალიერებელი თოჯინების უნიკალურ კოლექციას პირველად იხილავს. გამოფენის მოწყობა თბილისში, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში გაზაფხულზე იგეგმება.